მოგესალმებით, ჰაეროვანო ტყუპებო. დღეს ვსაუბრობთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ასტროლოგიურ ტრანზიტზე, ვენერა გადადის კუროში 5 ივნისს და იქ დარჩება 29 ივნისამდე. რას ნიშნავს ეს შენთვის? როგორ შეგეხება სიყვარულში, ურთიერთობებში და შინაგან სამყაროში? მოეწყო კომფორტულად და მოდი, ერთად ჩაუღრმავდეთ ამ ემოციურ გზავნილებს. ზოგადი ასტროლოგიური სურათი. ვენერა არის პლანეტა, რომელიც მართავს სიყვარულს, სიამოვნებას, ესთეტიკას, ფულს და ღირებულებებს. კუროში ვენერა მშვიდი, გაწონასწორებული და მატერიალურად ორიენტირებული ხდება. ამ ტრანზიტს გადაგყვავართ ენერგიაში, რომელიც нас შიგნითკენ მობრუნებულ და მეტად სენსუალურ მდგომარეობაშია. ძირითადი თემები ამ პერიოდში: სტაბილური სიყვარულის სურვილი, ფიზიკური სიამოვნების მიღება, ბუნებასთან ახლო კავშირი, ურთიერთობების დათბობა და დამშვიდება, ფარული გრძნობების გააქტიურება. ვენერა კუროში ტყუპებისთვის საიდუმლო გავლენა. ტყუპებო, ეს ტრანზიტი ვითარდება თქვენს მე-12 ასტროლოგიურ სახლში, სულიერების, საიდუმლოებების, განმარტოების და ქვეცნობიერის არეალში. ეს დრო არ არის ზედაპირული რომანებისთვის. პირიქით, სიყვარულის ფორმა ხდება ფარული, მშვიდი, ინტუიციური და სიღრმისეული. შეიძლება იგრძნო, რომ გიყვარს ჩუმად, რომ გესიზმრება ძველი სიყვარული, რომ გრძნობს შინაგან სიმშვიდეს კონკრეტულ ადამიანთან, ჩნდება სურვილი მარტო ყოფნის ან განტვირთვის. სასიყვარულო ენერგია ახლა უფრო ბრუნდება შიგნით, გიწევს დაფიქრება იმაზე, ვინ ხარ ურთიერთობებში და როგორ გიყვარს. ვენერა ხელს უწყობს მიტევებას, ემოციური ჭრილობების შეხორცებას და შინაგანი ჰარმონიის პოვნას. ფარული ვნებები, სულიერი კავშირები და ძველი სიყვარულის დაბრუნება. ეს დროა, როცა დუმილი ლაპარაკობს. თუ უკვე ხარ ურთიერთობაში, შეიძლება იგრძნო კიდევ უფრო ღრმა კავშირი. ამ პერიოდში სიტყვებზე მეტად მოქმედებს შეხება, თვალების გამოხედვა და სიჩუმე. თუ მარტო ხარ, შესაძლებელია ძველი გრძნობა განახლდეს, ან აღმოაჩინო ვიღაც, ვისთანაც ნაზი, უცნაურად სულიერი კავშირი იგრძნობა. შესაძლოა, ამ პერიოდში შეხვდე სულიერ ტყუპს, ან იგრძნო შიგნით ძლიერი ემოციური მოწოდება წარსულთან დაბრუნებისკენ. როგორ გამოიყენო ეს ტრანზიტი შენ სასარგებლოდ? ენდე ინტუიციას გადახედე ძველ წერილებს, მუსიკებს, ფოტოებს, დრო დაუთმე სიჩუმეს, მედიტაციას, სეირნობა ბუნებაში, ატარე ვენერას სიმბოლური ფერები, ღია მწვანე, ვარდისფერი, კრემისფერი, გამოიყენე არომათერაპია, ვენერას უხდება ვარდი. იფიქრე პატიებაზე, საკუთარ თავთან, წარსულ სიყვარულებთან, წერე დღიურში, ფიქრები ამ პერიოდში ღრმა სიმბოლოებით მოდიან. როგორ დასრულდება ეს ფაზა? 29 ივნისს ვენერა დატოვებს კუროს და გადავა ტყუპებში და აი მაშინ იწყება შენთვის ახალი სიყვარულის ციკლი, რომელიც უკვე ღია, ფლირტიანი და კომუნიკაციური იქნება. მაგრამ მანამდე ეს 3 კვირა არის პერიოდი შინაგანი ამოსუნთქვის, დაფასების და დაფარული ემოციების გასაზრდელად. ტყუპებო, ნუ შეგეშინდებათ სიჩუმის, ხშირად იქიმალება პასუხები, რომლებსაც ასე დიდხანს ეძებ. შენ ხარ გრძნობისა და გონიერების მაგიური ნაზავი და ეს პერიოდი ზუსტად ამ ბალანსის დასაბრუნებლადაა. მოეფერე შენს სულს ისე, როგორც სხვას ეფერები. სიყვარული იწყება შენით. თუ ეს ვიდეო შენს გულს შეეხო, გთხოვ დააჭირე ლაიქს, გამოიწერე არხი და კომენტარებში დამიტოვე პასუხი კითხვაზე. რას გრძნობ, როცა მარტო ხარ და რამდენად გიყვარს ეს მდგომარეობა? სიყვარული ზოგჯერ ჩუმია. მაგრამ სწორედ სიჩუმეში ისმის ყველაზე ძლიერი გრძნობა.